სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი უფალი ბრძანებს სახარებაში კერძოდ ხაზგასმული აქვს მათეს სახარების 25 თავში რომ ზოგი სიკვდილის შემდეგ გარდაცვალების შემდეგ საუკუნო სატანჯელში მიდის ზოგი საუკუნო სიხარულში და დღევანდელი სახარება ამის შესახებ არის. მინდა ორი სიტყვით გაგახსენოთ ეს იგავი უფალი ყვება მდიდრისა და ლაზარის შესახებ. ეს ემოსა ძოწეული, ემოსა ჯანმრთელობა, ბედნიერება, მის ირგვლივ იკრიბებოდნენ ძლიერი ამა ქვეყნისანი, ხარობდა ცეკვასა და სიხარულში და ზეიმებში ატარებდა ცხოვრებას. და იქვე, აი მის ამ სიხარულის სიახლოვეს იყო ადამიანი, რომელსაც ემოსა წყლულები, ავადმყოფობა, გაჭირვება იმდენად დიდი, რომ ენატრებოდა, რომ ნამცეცებით გამძღარიყო, ანუ დანაყრებული იყო. მის ირგვლივ მხოლოდ ძაღლები იკრიბებოდნენ და ისინი იყვნენ მისი ნუგეში, ისინი ულოკავდნენ წყლულებს. აი ერთი როგორი ზეიმურა ცხოვრობს და როგორი გარეგნული ბრწყინვალება და მეორე როგორი მწუხარებაშია. და ორივე მოკვდა. ადამიანს უთხრა ღმერთმა, მიწა ხარ და მიწად იქეციო. მიწად მიიქცევიო, მიიქეციო. და ადამიანში ყველა ადამიანს უთხრა ეს. ყველას ბოლო მაინც არის შეხვედრა სიკვდილთან და სიკვდილის მერე შეხვედრა ღმერთთან. აი ერთს რამდენი რამე ეკუთვნოდა, მეორეს არაფერი არ ეკუთვნოდა ამ ქვეყანას. მაგრამ საინტერესოა თვითონ ვის ეკუთვნის ადამიანი. აი რამდენი რამე გვეკუთვნის. აი რეცში რო ჩაიხედოს ადამიანო, ეს აქვს, ის აქვს, მაგრამ შენ ვის ეკუთვნი? შენ თვითონ ვისი კუთვნილება ხარ? 60-ისა თუ ჯოჯოხეთისა, ღვთისა თუ ეშმაკისა, წარწმედისა თუ ცხონებისა, მარადიული სიხარულისა თუ მარადიული ესე იგი მწუხარებისა. ეს თვითონ აკუთვნებს ადამიანი თავის თავს, ან ერთს და ან მეორეს, თავისი ცხოვრების წესით, თავის სიტყვითა და საქმით. აი ერთს მეთქი გარეგნული ბრწყინვალება ჰქონდა და ეს სარკეს გავსო მაემბი ამბობენ, რომ ლაზარეს ხორციელი ძიმე მდგომარეობა დაწყლულებული, დაჭირქებული, დავადებული დიდრი სულის მდგომარეობას აჩვენებდა. გარეგნულად დიდებული იყო, მაგრამ შინაგანი სამყარო მისი ლაზარეს გარეგნობის მსგავსი იყო. და ლაზარეს შინაგანი მდგომარეობა კი გავდა მდიდრის ბრწყინვალე მდგომარეობას. არ შურდა, არ გმობდა არც მდიდარს, არც ღმერთს, არც თავის ბედს. არ უნდოდა ის გაღარიბებულიყო მდიდარ და თვითონ გამდიდრებულიყო. არაფერი არ უნდოდა. მხოლოდ რამდენიმე ნამცეცით რო დანაყრებულიყო. სხვა პრეტენზია არ გააჩნდა. არავისთან არ მიდიოდა და არ აწუხდებოდა დამეხმარებოდა. რატო? იმიტომ რომ სოფლიოს ყველა ენა ვერ იტყოდა იმას, რაც მისი მდგომარეობა თავისით ღაღადებდა. რა საჭირო იყო დამეხმარებოდა, ყველა ხედავდა რომ დასახმარებელი იყო. და რო გარდაიცვალენ, ერთმა ჯოჯოხეთში გაახილა თვალები და მეორემ გაახილა სამოთხეში. აი ამაზე არის აპარატი. აი უფალი ამბობს მდიდარს და აქ ამბობს ლაზარეს. სახელს არ ახსენებს მისას. ეს რატო? იმიტომ რომ სიცოცხლის წიგნში არ არის დაწერილი მდიდარი. და რატომ არ არის დაწერილი? არც ერთი მისი ცოდვა არ არის ჩამოთვლილი. და განა არ ექნებოდა მდიდრობაში და ფუფუნებაში მყოფი ადამიანი ხშირად იხრწნება და ყველა ცოდვას უსინჯავს გემოს. ხშირად უფალი არ უშვებს ადამიანის გაფუფუნებას და გამდიდრებას, იმიტომ რომ ბევრჯერ ვნახეთ და ისტორია მაჩვენა, ვინც გაამდიდრა უმეტესი ყველა დაიღუპა.
აღარც უფალი გაახსენდა არაფერი. როგორც კი გაუჭირდება ადამიანს, ეგრევე ღმერთის კარებზე მიდის. აი ეს გაჭირვება ხანდახან იმიტომ რომ არ წარწყმდეს ადამიანი, ვერ უძლებს ამ სიმდიდრის ტრფიალებას. ხოდა აი იმას ვამბობდი, რომ არაფერს არ ჩამოთვლის. ცოდვებს არ ჩამოთვლის, რა თქმა უნდა გქონდეს, მაგრამ მთავარი ცოდვა რა იყო ამ დიდრისა? ორი დიდი მცნება არსებობს. ეს არის სიყვარული ღვთისა, სიყვარული ადამიანის. სულ რო არაფერი არ ეცოდა, ადამიანი არ უყვარდა. მის გულში ვერ დაეტია გაჭირვებული ადამიანი. და რომ მოკვდა, მასთან ვინ მოვიდნენ? მის სხეულთან, მისი ახლობლები და ეშმაკები. ერთმა მიწაში ჩადო, მეორემ ეშმაკებმა მისი სული ჯოჯოხეთში წაიყვანა. და 64-ში წაიყვანა ანგელოზი ლაზარე. აი ამაზე უნდა იფიქროს ადამიანმა, რომ სად დაიწერება ჩემი სახელი? ვის ვეკუთვნი მე? ვის მივაკუთვნე ჩემი თავი? აი ეს ყველაზე მნიშვნელობა ადამიანისთვის. დაიწერა თუ არა მის სახელი სიცოცხლის წიგნში. უფალი სახელს არ ამბობს, ამ პატივს არ აძლევს. აი სხვაგან ჰეროდე მეფემა ზე ამბობს, წადითო უთხარით იმელსო, არ ამბობს ჰეროდეს, ან ჰეროდე მეფე. მელს უწოდებს, ანუ მზაკვარს უწოდებს. აი ერთმა უთხრა მელთან შედარებით მინდა თქვა ცოტა გადაუხვერო, უფალო გამოყვებიო და უფალიონება უარსეუბნება დღევანდელი ტერმინით რო თქვა დელიკატურად. მელთა მხრელი აქო და ცისფროვნელებს ბუდეებიო და ძესაკაცსა არა აქვს თავიოსა და მოიდრიკოსო. ანუ რას ეუბნება? მელი, ანუ მზაკვრება შენ გულში. ცისფრინველები არის აზრები, რო არ უფრთხილდება და ყველა სიწყნარებს და შენ გონებაში და შენ გულში აზრები და მზაკვრობა და მე არა მაქვს ადგილი რომ შენ გონებაში და გულში შემოვიდე. აი თითქოს სხვანაირად ეუბნება რომ გამოყვები და არა მაქვს თავშესაფარიო. არა ბუკვალური გაგები თავშესაფარზე ეუბნება. შენში არა მაქვს მე თავშესაფარი. შენ გულში მზაკვრობა და შენი გონება სავსეა უწმინდური აზრებით, უფალო შეგიწყალე. აი ამაზე უნდა იფიქროს ადამიანმა დღეს. და მერე რა ხდება? და ეხვეწება, ესე იგი ამისი სული ხედავს ლაზარე რო აბრაამის წიაღშია, აბრაამ მამამ თავის წიაღშია. ესე იგი აქედან რა ჩანს რომ არსებობს ჯოჯოხეთი და 64 და ამას ვინ ამბობს, ვინ გვამცნობს რომ ჯოჯოხეთი 64-ია? ვინ გვიყვება? განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე. და რომ იქ ცნობიერება აქვს ადამიანს. კი არ გაქრა ადამიანი. ზოგს გონია ეხლა სხეული ძალიან მნიშვნელოვანი. აი ერთი მამა ამბობს რომ აიო თქვენო სადღაც ჩამოკიდებული რო გაქვთო თქვენი პალტო და ჩირჩილი ჭამსო. ხო ვერ იგებთო ამასო და ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს ეხლა რა ჭამს იმას. აი ესევე არის პალტოსავით გაიხდის ადამიანი თავის სხეულს და სული ზეცაში წავა. ან 64-ში და ან ჯოჯოხეთში. თავარი სული ეს სხეული კი არ არის თავარი. სხეული დაიშლება და აღდგომას აღდგება. და არა სხვა რამის თქვა მინდა. ეს ესე იგი ჯოჯოხეთში მდგომარეობაშია და იტანჯება და ეხვეწება რომ მამაო აბრაამო გამოგზავნეო ლაზარეო რომ თითის წვერვალი დააწოს ენა გამიგრილოსო. ერთი წვეთის წყალიც კი სანატრელი იყო მისთვის. და აბრაამ მამამთავრი ეუბნება დიდება მის სახეს. დანახეთქი დიდიაო, დიდი უფსკრულია ჩვენ შორის. ვერც მანდედან გადმოხვალ და ვერც აქედან ვერ მოვალ. ანუ შენ იქ მიიღე სიხარული ამ წუთის სოფელში და ეს სიხარული, სიმდიდრე, ბედნიერება, ქონება არავის გაუზიარე ობოლსა და გაჭირვებულს. აი ამაშია საქმე. ეს ჩვენ რაც გვაქვს ჩვენია, შიშველი მოვიდა ადამიანი, დედის წიაღიდან დაიბადა შიშველი. მერე ღმერთმა უბოძა ჯანმრთელობაც, ქონებაც, სიცოცხლეც და ყველაფერიც.
როგორც ტალანტი მისცეს ადამიანს. და ამას მე ადამიანი ან ამრავლებს და ცათა სასუფეველში იგროვებს, ან არა, აი ამან დამარხა ეს ტალანტი. ეს ისხი აღმოჩნდა, უფალო მივიდა და ნაყოფი ვერ იპოვა და მოჭერით ცეცხლში დადეთო. ნუ იყოფი რომ ვინმე ჩვენგანზე თქვას. ნაყოფი უნდა ჰქონდეს ადამიანს. სიყვარულია ყველაზე დიდი ნაყოფი. და მაშინ ეხვეწება რომ ლაზარემ აქ წუხარება მიიღო, მაგრამ იქ სიხავდა არ გაბოროტდა, არ დაუგმე არც ღმერთი არც ადამიანი. ითმინდა, არ ჩურდა, რწმენა და მოთმინება გააჩნდა. დახარა თავი, რა ჯვარიც მიეცა იზიდა. იმ გოლგოთაზე ავიდა, რომელიც მას ესე იგი მიეკუთვნა და მე ნახა აღდგომა და სიხარული. და ეუბნება რომ აიო, 5 ძმა მყავსო. ისინიც რო აქ არ მოხვდენო, ლაზარე გააგზავნე, მკვდრეთით აღდგომის რო ნახავენო, დაიჯერებენო. ხშირად ეხლაც არის ხოლმე აი ამ საუკუნეში, აბაო როგორ ვირწმუნებთ, აღდგესო მკვდარი, ან რამე სასწაული ვნახოთ და ვირწმუნებთ. აბრაამ ამთავრმა უთხრა რომ თუ მოსეს და წინასწარმეტყველს არ დაიჯერეს, მკვდარიც რო აღდგეს, არც მისას არ დაიჯერებენო. და სად გამოჩნდა ეს? თვითონ წინასწარმეტყველმა ილიამ და ესაიამ სხვებმა უფალი იხილეს, როგორც მათ შეეძლოთ, უფალს ესაუბრებოდნენ და მე გამოვიდნენ ხალხს ელაპარაკდნენ. მკვდრეთით აღდგა თვითონ უფალი და არ დაუჯერეს მკვდრეთით აღდგომილ ქრისტეს. 3 მკვდარი აღადგინა სიცოცხლეში და ჯვარცმის შემდგომაც უამრავი აღდგა. არც მათი დაიჯერეს. ეს სახარებაში წერია. მკვდარიც რო აღდგეს, ადამიანი არ დაიჯერებს, აბა რამდენი რამ ვიცით, მორწმუნეები ქვია, მაგრამ ისევ საქმეებს აგრძელებს ადამიანი, რომელიც ჯოჯოხეთში წაიყვანს. ისევაც განიკითხავს, ისევაც იტყუება, ისევაც რუშბილს აზრებს შეიწყნარებს, ისევ მატყუარა ადამიანი, ზურგს უკან ლაპარაკობს სხვაზე, ისევ უმოწყალოა ადამიანი, ისევ პატივმოყვარი ადამიანი, ვერცხლის მოყვარი ადამიანი. რა დღეში ადამიანი და რო კითხო, ჯერა 64-ისა ჯოჯოხეთის არსებობა. თუ გჯერა მდიდარივით რატო ცხოვრობ, უსიყვარულოდ. ვინმეს რო განიკითხავთ, აუტანლობა გაქვს, ეს ნიშნავს რომ არ გიყვარს ადამიანი. და უსიყვარულო გულში სიბნელია, სიყვარულის ღმერთი იქ ვერ შევა, უფალო შეგვიწყო. არ დაიჯერებს ადამიანი თუ არ უნდა დაჯერება. ჩვენ რო ჯოჯოხეთის არსებობა გჯეროდეს, ადამიანი რადიკალურად შეცვლიდა თავის ცხოვრებას. და მთელმა სამყარომ უნდა გაიგოს, რომ ათეისტებს და მატერიალისტებს და რაციონალისტებს კი არ უნდა აყვეს. ქრისტეს უნდა აყვეს და მოусმინოს. ქრისტეს არ უსმენს ადამიანი. არ ჩვენ არ უსმენთ ქრისტეს. ქრისტეს რო უსმენდეთ, ჩვენ ცხოვრებაში ბოლო-ბოლო განკითხვა არ იქნებოდა. აი სამთავში მათეს სახარებს მე-5, მე-6, მე-7 წაიკითხე და ნახავთ რომ არ უსმენთ უფალს. და თუ არ უსმენთ, ესე იგი არც გვწამს. შეიძლება აღიარე მის არსებობას, მაგრამ მის სიტყვების არ ერწმონა ადამიანი. ეს დიდარიც არ ერწმონა, განა არ იცოდა ჯოჯოხეთის არსებობა ან 64-ის არსებობა, ყველაფერიც კი იცოდა. აბრაამი იცნო, მამაო აბრაამ ამბობს იქ, მაგრამ არა, ცხოვრების წესი არ შეცვალა. აი ამაზეა ლაპარაკი, რომ არსებობს 64 და არსებობს ჯოჯოხეთი, არსებობს ტანჯვა და არსებობს ნეტარება. ეს მე არ მომიგონია. უფალმა თქვა, ყველაზე მეტად სამყაროში მას ვენდობით. ამაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ დღეს და ყველა საუკუნეში შეიძლება ცხონება და გადარჩენა. აბსოლუტურად ყველა საუკუნეში შეიძლება ცხონება და გადარჩენა. აი მე-20 საუკუნეში ჩვენ ხალხი ვართ, უმეტესი აქ, ვინც 2 საუკუნეა ცხოვრობ. მე-20 საუკუნეში და 21-ში. ყველა საუკუნეში ცხონდნენ ადამიანები და ყველა საუკუნეში წარწყვენ. ყველა საუკუნეს აქვს თავისი გამოწვევა. და აი მე-20 საუკუნეში ჩვენთან ერთად ცხოვრობდა დედამიწაზე ქართველი მოღვაწე წმინდა ბერი გაბრიელი.
ამხსარებელი და სალოსი. ათეიზმის ხანაში დაიბადა, გამძვინვარებულ ათეიზმში დაიბადა. თუ ქრისტე გწამდა, მარტო ეს იყოს საკმარისი იმისთვის, ან დაეხვრიტე, ან საგიჟეთში ჩაეკეტეთ. აი ამ რთულ დროს, ღვთისგმობის დროს ეკლესიას რო ებრძოდნენ და ყველა სიწმინდეს, თვით სასულიერონიც კი მრევლზე აღარ ელაპარაკი, ვერ უძლებდნენ აი ამ განსაცდელს და შესამოსეს გაიხდნენ და ერის ცხოვრებას უბრუნდებოდნენ. მამა გაბრიელმა აი მაშინ 26 წლის ახალგაზრდა ვაჟკაცმა ანგელოზებრივი სქემა შეიმოსა და ბერობა მიიღო და რამდენი განსაცდელი და ტკივილი და მწუხარება გადაიტანა, ეს მარტო ღმერთმა იცის დიდება მის სახელს. მაგრამ აი ამ დიდმა განსაცდელმა მას დიდი გამოცდილება, დიდი სიწმინდე შემოსა, მადლით იყო შემოსილი. მახსოვს აი გაყინული, ესე იგი ლესელიძეს ქუჩა, ფეხქვეშ ყინული გიტყდებოდა და ფეხი შველა დადიოდა ხოლმე. საოცარი იყო მასთან შეხვედრა, არ შეიძლებოდა რომ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ არ მოყოლილიყავი, ასე ვთქვათ. და წიგნები გამოვიდა, იცი თქვენ უამრავი და ეს საკითხული გაქვთ, მე არ მოვყვები ახლა ამას, იმდენი სასწაულია თუ რა აღარ არის. და არა მარტო ჩვენში, აი რუსული ეკლესია, უკრაინული ეკლესია, თუმცა იქ ახლა დიდი განცდელია. საბერძნეთში იქ ხატებს შეხვდებით, ეს საბერძნეთში ვიყავი ამას წინა და ფრესკაც კი ვნახე. უამრავი შემთხვევა რომ მის ხატებიდან მირონი წამოვიდა. ჩამოდიან ნაწილებთან და მრევლი მოდის და პარაკლისებს იხდიან და ლოცულობენ და ევედრებიან მის სიწმინდეს ნუგეშ და იღებენ კიდევაც შეწევნას. საოცარი იყო, საოცარი დევნა გაიარა. იცი თქვენ აი იმ დროს, როცა ღმერთი წაართვეს ადამიანებს და ღმერთად კერპების შესთავაზეს ლენინი, სტალინი, აი ეს ბელადები გააღმერთეს ადამიანებმა. ის იყო აი მათზე იფიცებდნენ. ღმერთი კი ამოშანთეს მათ სულებიდან. და იმაშინ 12 მეტრიანი თუ არ მეშლება ლენინის ესე იგი სურათი აღლუმი იყო. ადრე პარაც რო ეძახდით, ქართული შესატყვისიც კი არ იცოდა ხალხმა, აი ამ სიტყვის ისე იყო დაკნინებული მდგომარეობა, ცეცხლი გაუკიდა. წარმოგიდგენთ ეს რა იყო? რამის რო აღმერთებდნენ, ცეცხლი გაუკიდა, საგიჟეთში ჩასვეს და არ ვიცი ესე იგი როგორ გადარჩა დახვრეტას ღვთისმადლით და წმინდანების შუამდგომლობით. მარტო კი არ დაწვა, ქრისტე იქადაგა. როგორ შეიძლება ადამიანს თაყვანის ცეთო? ქრისტეს უნდა ცეთ თაყვანი. დღესაც არის რომ ადამიანს ცემენ თაყვანს, ადამიანს აღმერთებენ. არ შეიძლება არავის გაღმერთება. ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი, მაშვენის დიდება, პატივი, ქება და ასე შემდეგ. და აი საშინელი ჯოჯოხეთი გაიარა, ის კი არა იერარქებსაც ეშინოდათ მასთან ურთიერთობა, დახვრეტა იყო რა. არ აზიარებდნენ, არ იკარებდნენ გვერდში. საფლავებზე ეძინა, თავშესადრეკი არ აქონდა. დღეები შიმშილობდა, როგორ უბრალოები ცხოვრობდა. მე მასთან რამდენჯერმე ვარ შეხვედრილი და ხალ წუხვა რომ ჯერ მაშინვე ვხვდებოდი რომ მეთქი რატო არ მივდივარ და ხშირად ჩავსულიყავი რომ მისგან ეს მიმეღო სულიერი ნუგეში და მადლმოსილი იყო და სამთავროში მოღვაწეობდა ბოლოს და მე აი ამ მრავალი შეხვედრიდან მინდა ერთი გავიხსენო, მაგრამ სანამ ამას ვიტყვი, მახსოვს აი მისი ბაგეები რო გაიხსნებოდა, მდინარესავით გადმოდიოდა დალოცვის სიტყვები, კურთხევის სიტყვები, ყურებს არ უჯერებდი. აი მახსოვს პირველად რომ ის კელიაში შევედი და დამინახა და ლოცვა კურთხევაზე მივედი, ესე რამოდენიმე წუთი საუბრობდა, ვიძახი, საიდან მოდის ეს უწყვეტი სიტყვები მისგან სიკეთისა. დაუსრულებლად მოდიოდა მისგან ეს მადლმოსილი სიტყვები საოცარი. და ერთხელ გარდაიცვალა, ესე იგი მიტროპოლიტი ცხუმაფხაზეთელი დავით ჭკადუა და მის დაკრძალვაზე ვიყავით. ჯერ მაშინ სტუდენტიც არ ვიყავი, 92 წელია წინა საუკუნეში. 1992 წელი. და უამრავი მღვდელმთავარი და მღვდელი იყო შეკრებილი და ხალხი რა თქმა უნდა. და
აი ამ შუა წესისაგებაში შემოვიდა ჩვენ ნაპირას ვიდექით თვიშობლის ხარეს. შემოვიდა მამა გაბრიელიც სულ მორიდებულ ადგილას იდგა. სხვანი გამოჩინებულად იყვნენ, მაგრამ ის მორიდებულად. მაინც და მაინც მასთან მივიდა და ეკითხებოდა რა იმის დრო იყო, მაგრამ ასე მოხდა. მამაო, მინდა გკითხოთო, რომ საიდან მოდის მირონის კურთხევაო? რა არისო ეს მირონიო? ვიფიქრე, მაშინ ძალიან ძნელი ადამიანის ცნობა, უბირად დადიოდა, ხან სულელურად იქცეოდა, ანუ სალოსურად იქცეოდა, ვერ ცნობდნენ. ქრისტე ვერ იცნეს უფალი ჩვენ და ხა მამა გაბრიელი ვერ ეცნოთ, არ არის საკვირველი და ვერ ცნობდნენ მისი იდეა და მეც ვიფიქრე, რომ ვაიმე მეთქი ხა უხერხულია, რო არ იცოდეს და ვერ უპასუხოს, არ დაბრკოლდეს ეს ადამიანი, ვინც ეკითხება მე და შორი ახლო ვიდექი და მესმოდა რას ეუბნებოდა. რომ დაიწყო ძველი აღთმიდან გამოწვლილით მოუყვა ვიდრე ახალ აღთქმამდე ამ მირონის ისტორია. მერე ლექციებზე არ მომისმენია იმსეთი სიბრძნე, რომ გვასწავლდნენ ამ საკითხებს, რაც მისი ბაგეებიდან გამოვიდა. მარტო ის კი არ ქონდა წმინდა ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილი, საოცარი სიბრძნე ქონდა. თვითკურთხეული იყო გონება მისი. მისი ბაგეები გაიღებოდა და ხოლოთვის დიდება ამოდიოდა იქიდან. ხოლოთვის დიდება. აი ესეთი საოცარი ადამიანია და მე მადლობ უფალს, რომ მოესწარი ადამიანს, რომელიც მიწაზე დადიოდა და ანგელოზებრივად ცხოვრობდა და მრავალი ადამიანს მისგან უგრძნია აი ღვთის მადლი. და მოგვეხმაროს ღირსი მამა გაბრიელი, რომ მადლი მივიღოთ ღვთისგან. მადლმოსილებაა მთავარი, ყველაფერი ამაო და წარმავალია, ტყუილია, იმ მდიდარს არ გამოადგა თავის სიმდიდრე. მადლი არ აქონდა, უმადლო იყო. შეიძლება მარმარილოზე დაწერონ თქვენი სახელები და რა ვიცი, გაზეთებში გამოაქვეყნონ და წიგნებში, მაგრამ მთავარია სიცოცხლის წიგნში ვინ დაგწერს. მამა გაბრიელი უფალმა სიცოცხლის წიგნში დაწერა. აი ეს მოგვეხმაროს, რომ სიცოცხლის წიგნში ჩავიწეროთ. მადლმოსილება გქონდეს და ვის ეძლევა მადლი? დაბალთა მოსცემს მადლს უფალი ღმერთი. თამდაბლობით უნდა იცხოვროს ადამიანმა და უბრალოებით. თორე კი ბატონო, ნუ მომისმენთ და ნუ მოусმენთ მინდა წერილს და იცხოვრეთ ისე როგორც გიცხოვთ, მაგრამ ყველაფერი გექნებათ, მაგრამ მადლი არ გექნება. თავარია მადლი გქონდეს და მერე დანარჩენი არა უშავს. თავარია მადლი გქონდეს ადამიანს. და შეგვეციოს აი ღირსი მამა გაბრიელი, რომ აი ეს მადლი მივიღოთ, ამინ. გილოცავთ ესე იგი დღევანდელ დღეს და სიხარულია ჩვენ ეკლესიაში, რომ აი თანამედროვე ადამიანი, რომელიც ჩვენსავით ცხოვრობდა ამ ქვეყანაში, ურთულეს ეპოქაში, ღვთის გმობისა და ღვთის დევნის ეპოქაში, მაგრამ ცხონება მოახერხა და ეხლა ხო აღარ გდევნიან ამისთვის, არა? თუმცა ქრისტიანობა სუიდევნება. ეხლა ხო აღარ გდევნიან, მაგრამ ამ დროსაც კი ვერ ახერხებს ადამიანის ცხონება და დევნა რო დაიწყოს, დევნა. მე არ ვიცი, რამდენი შერჩება ამ ეკლესიას. მამა გაბრიელის ლოცვით დავიწეროთ სიცოცხლის წიგნში და გადავრჩეთ ცხონდეთ, ამინ. ჩვენთან არს ღმერთი. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს ეკლესია ჩვენი განადიდებს 70-დან მოციქულს, პირველ ეპისკოპოს იერუსალიმისას და იმ ადამიანს, რომელსაც მხოლოდ მას ერგო ასეთი პატივი, უფლის ხორციელად ძმად წოდებისა, სხვას არ ერგო ეს წოდება და ეს პატივი დედამიწაზე და ვეთაყვანები და დიდი ზეიმურებით აღნიშნავთ მის ხსენებას. იაკობობა არის ოთხშაბათს აღვასრულებთ წირვას. ასევე მრევლი ითხოვს და ეს კარგია, რომ ადამიანებს ასეთი სურვილი უჩნდება და ესეც მოწყალებაა სულიერი, რომ ესე თავიანთი მიცვალებულებისთვის წირვის აღსრულებას თხოვენ და პარასკევს ვილოცებთ მათვე და შაბათს განვადიდებთ უფალს და შევადრებთ იმ სახელებს, რომელსაც თქვენ დატოვებთ და ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. მამა გაბრიელი, სამთავროელი, შეგეციოთ აღსარებელი და სალოსი და თუ შეძლებთ, დღეს თუ არა ხვალ თუ არა ზეგ, ჩადით და მისი წმინდეებს ემთხვიეთ და
ილოცეთ, აუჯდომელი წაიკითხეთ, პარაკლისი წაიკითხეთ, ილოცეთ, მის საფლავთან დიდი მადლი იგრძნობა, მის სანაწილესთან დიდი მადლი იგრძნობა ნამდვილად. ერთმა გაგახარა.